ვიწყებთ დილის მონეტიზაციას. ესე იგი, რამდენად აღდგა ბიზნეს სამართალი ჩვენს ქვეყანაში, მოგვეხსენება ყველა ძალიან კარგად, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს ზუსტად არის გაჭიანურებული სამართლებრივი დაავები, გარკვეული ბუნდოვანებები, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს ბიზნესმენების პასაჟებია, რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობენ ხოლმე ჩვენს ეთერებს და საუბრობენ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც წლების განმავლობაში, დროთა განმავლობაში დაგროვდა და აღსრულებას ჯერ ამ შემთხვევაში პირი არ უჩანს, როგორც იტყვიან. შესაბამისად, დღეს ვეცდებით ბიზნეს სამართლებრივი ლაბირინთებში გავერკვიოთ ბატონ აკაკი ჩარგეიშვილთან ერთად და დავსვათ მთავარ კითხვა. რამდენად აღდგა სამართლიანობა ქვეყანაში ბიზნეს სამართლის პრეფერენციებზე დაყრდნობით ცხადია. მოგესალმებით ბატონო აკაკი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო აკაკი, მოკლედ მე ახსენე კიდე წინა სიტყვაობაში, რომ ძალიან ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ბიზნესმენები ჩვენს ეთერებს, რომლებიც საუბრობენ თუნდაც იგივე წინა ხელისუფლების პირობებში, ესე ვთქვათ, დარღვეულ სამართალზე და ამ ხელისუფლების პირობებში ვერ აღდგენილ სამართალზე, ეს მათი პასაჟებია. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს, ახლა თქვენ იცნობთ ამ кейსებს, არ ვიცი რა საუბრის დინამიკა გვაჩვენებს, ახლა ვიტყვით, არ ვიტყვით, დავასახელებთ, არ დავასახელებთ იმ ბიზნესმენებს, თუმცა მაინც ყოველთვის ვერიდები ხოლმე, როგორც წესი, რომ ვისაუბრო მესამე პირში, მაგრამ თუ საუბარი მოიტანს ამ საჭიროებას, ცხადია ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენს ეთერებში ეს ყველაფერი გაჟღერებულა სხვადასხვა დროს. მე მაინტერესებს დღეს არსებული სიტუაცია და ის რომ გარკვეული ნაწილი დღეს ქართველი ბიზნესმენების, ხო ახლა მე არ დავიწყებ რა ციფრებით манипуლირებას და არ დავიწყებ რა სტატისტიკური მონაცემებით მოშველებას, რამდენია ასეთი ადამიანი, მაგრამ ბევრია შევიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს, ხო, რომლებიც თუნდაც იგივე წინა ხელისუფლების პირობებში ჩიოდნენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, დარღვევებზე, ხო? და დღეს ჩივიან იმაზე, რომ არ არის ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, აღდგენილი. მე მაინტერესებს რა აჭიანურებს დღეს ამ პროცესებს და რატომ გაიწელა ეს კონკრეტული кейსები. დაახლოებით ისე 10-მდე кейსი მახსენდება პირადად მე. რატომ გაჭიანურდა ამ კონკრეტული საკითხების, ასე ვთქვათ, მოგვარება და კონკრეტული აღსრულება? მოგესალმები ბატონო სანდრო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. იმ პოზიტივის დინამიკისთვის, რაც ხუჩა კვარაცხელიას ეხება და ერთიანობაში ყველა ამ მოლოდინში ვართ და მადლობა. რაც შეეხება ჩვენ საკითხებს, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაში დაგროველს, სამწუხაროდ დაგროველს. ნათელ მაგალითად იმისა, რომ ჩვენ არ დავასახელოთ კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები, ამ ბოლო პერიოდში კარგი სურათი გამოჩნდა და კარგად დავინახეთ არ აღდგენილ სამართალთან მიმართებაში, ანუ რაც ხდებოდა ვთქვათ იმ გასული ხელისუფლების პერიოდში და ეხლა ის კომისია, რომელიც ამას ახორციელებს, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ამ კომისიაზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც სთხოვენ, რომ აბა თქვენი ბიზნესი რომ წაგართვათ, ის ადამიანი ვინ იყო, როგორ მოხდა და ასე შემდეგ და ეკითხებიან დღეს რა ხდება, ხო, აი სამი გარემოება არის ძირითადი, რასაც კომისია ეკითხება ადამიანებს. ადამიანი გამოდის და პასუხობს, ანუ პრაქტიკულად გასული არის 12-13 წელი, ხო, იმ ყველა პერიოდიდან გამომდინარე და ამბობს, რომ მეო ვერ გეტყვითო ეხლა იმ გვარს, იმიტომ მეშინიაო, რას ქვია, გეშინია, გითხარით ვინ იყო, როგორ დაგაყაჩაღეს, რა გააკეთა, კომისია ეუბნება და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისევ იქ მუშაობს ის ვიღაცა, ვინც არის თავის დროზე წამრთმევი თუ მონაწილე, ასე ვთქვათ, ამ ყაჭაღობის და ამ უბედურების, ვინც დააქცია ჩემი ოჯახი, ამის გამო მამა გარდაიცვალა, იქ ინსულტი დაიმართა და ანუ ყვებიან, ხო, რაღაც ძალიან საშინელი სურათია და კომიკური, ასე ვთქვათ, კარგი კომიკური ის არის, რომ ეს ადამიანი, ის პროკურორი ისევ იქ არის, ეუბნება და კომისია ამ დროს რეაგირება უკვე ვეღარ აქვს, ხო? ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსი თავის დროზე, რომელსაც არამარტო რეპრესია განიცადა იმის თვალსაზრისით, რომ ვთქვათ, ქონება ჩამოართვეს და დააჯარიმეს და ასე შემდეგ. პლუს ცემეს და რავის მოკლეს და ექიმების საშუალებით თუ ევროპელების ჩარავით თუ როგორც იყო, გადაარჩინეს ეს ადამიანი და ესეც გამოდის კომისიაზე და ისიც ყვება თავის და ძალიან მორიდა ხა ქართველებს რაღაც ეს რიდი გაგვაჩნია მიუხედავად რაღაც ესეთი ერუდიციული და მასაც ეკითხებიან, კი, მაგრამ აიო სააკაშვილმა ამდენი დაგაჯარიმათ, რაღაც ციფრები სახელდება და ეს ადამიანი ამბობს, რომ
ეხლა მომიწიაო თქვენ პირობებშიო რა გადაიხადეთო აიო თქვენ ჯარიმაო იმან რაც ანუ თქვენ გადამახტევინეთო ის ჯარიმა რაც სააკაშვილმა დამიწესაო წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი და ამიტომ რაღაც ისეთ ვითარებაში ვართ რომ ვერ დავადგით თავი ზოგადად ხა პოლიტიკაში არასდროს არ მიყვარს მაგრამ აი თუნდაც ეკონომიკაში თუნდაც თავი ვერ დავადგით როგორ მოვახტინოთ ამ ყველაფრის რეაბილიტაცია აი ბიზნესმა ვერ დაადგა თავი და ვერ მოწესრიგდა დღემდე სასამართლოსთან დაკავშირებული დავა იქნება თუ სხვა ურთიერთობები, იმიტომ რომ არბიტრაჟის სისტემა, მოდით ასე ვთქვათ, ინსტიტუცია გვაქვს ქვეყანაში, გვაქვს ასევე მედიაციის ინსტიტუცია ქვეყანაში, გვაქვს სასამართლოს ინსტიტუცია, გვაქვს დავების განხილვის ინსტიტუცია ფინანსთა სამინისტროში და ასე შემდეგ, ხო? ანუ უამრავი რამე გვაქვს და ვერ დაადგა თავი იმისა, როგორ მოაგვაროს თავისი პრობლემები. ჩვენ ვისაუბროთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ანუ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ რაღაც ერთი კანონი მიიღო და შედეგად მივიღეთ ის, რომ თურმე ის ყველაფერი რაც კეთდებოდა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არასწორად კეთდებოდა. და ეხლა რაღაც ესე ვთქვათ მორატორიუმ ვადა აქვს მიცემული პარლამენტისთვის რომ ოქტომბრისთვის რაღაც სხვა რეგულაცია უნდა შეიმუშაონ და ასე. ამიტომ რა ქნას ბიზნესმა გეკითხებით როგორ განვითარდეს, როგორ იცხოვროს. თუ ვინმეს რამე ქონება ჩამოართვეს, რაღაც სამართლიანობის აღდგენის ელემენტები ხო ძალიან ცოტა გვაქვს, იმიტომ პროკურატურა მუშაობდა, პროკურატურა თავის კუთხით მუშაობდა და ვთქვათ ძალიან კი აცხადებენ ციფრებს და გასაგებია რომ რაღაც ავტომობილს დაუბრუნებ ვიღაცას და მაგრამ იმ ბიზნესი რაც ხელიდან გაუშვა იმ ადამიანმა, რაც მისი ცხოვრების ნაწილი იყო და აგერ ერთიანობაში 20 წელი რო გაუვიდა, რო იყო ვთქვათ 40-50 წლის ადამიანი დღეს უკვე აღარ არის იმისი შრომის ნაყოფიერება და ბიზნესის ნაყოფიერება ისეთი რაც ეს ხელიდან გაუშვა ამას რა ეშველება ავტომობილს რო დაუბრუნებ თავის დროზე რომელიც იყო ვთქვათ 2008 წლის 2009 წლის გამოშვების და ეხლა რო დაუბრუნებ მას 2025-ში ამ ავტომობილს რა სამართლიანობაზე ვსაუბრობთ ხო ანუ ერთიანი სისტემა ვერ შევქმნით იმისა რომ ბიზნესმა იგრძნოს თავი აქ მხოლოდ დაცულობაზე არ არის საუბარი. იგრძნოს თავი როგორ იმოქმედოს, რა გააკეთოს. აი მე მახსენდება თავის დროზე საგადასახადო კოდექსს წერდით საწყალი აცხონოს ღმერთმა ნიკო ორველაშვილი თუ გახსოვთ ესეთი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და ჯგუფი ვიყავით ჩეკრულები იქ შოტლანდიელი ჩვენი მეგობარი მონაწილეობდა შევქმნით ახალი საგადასახადო კოდექსის მოდული და მთავარი იყო აქ რა რომ მთავარი იყო პრინციპები. და ერთ-ერთ პრინციპად ჰქონდა ის რომ როდესაც ხელისუფალი მიიღებდა რაიმე გადაწყვეტილებას საგადასახადო მიმართულებით 5 წელი მინიმუმ მისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლება. რატო იყო ეს დებულება? ეს დებულება იყო იმიტომ რომ ინვესტორი რომელსაც უნდა რომ ქვეყანაში შემოვიდეს, ან ბიზნესმენი, ან უბრალოდ მეურნე, რომელსაც უნდა რომ გარდაიქმნას რაღაც უფრო გაშალოს პარტნიორები შეიძინოს, მას გარანტია ჰქონდეს, რომ იცოდეს, რომ იწყებს საქმიანობას მინიმუმ 5 წელი მაინც ცვლილებები მის სფეროში არ იქნება და ის ერთგვარ სტაბილურობას იჩენს, ხო, ამისთვის და ნდობას იჩენს სახელმწიფოს მიმართ, კანონის მიმართ, გადასახადის და იცის როგორ იმუშაოს. ამიტომ მე თქვენ დღეს ესე თამამად სამწუხაროდ უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელმა ბიზნესმა იცის ხვალ რა ელოდება. სამწუხაროდ არც ერთ. არაფერი არ გვაქვს გაწერილი. არასტაბილ ბუნდოვანება, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აი მოდით ეხა ბუნდოვანებას მე ყოველ მადლობა რა, ძალიან საინტერესო აქცენტები. ესეთი თემა ბევრი კომპონენტია. იქ ძალიან დიდი მადლობა, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, წერტილოვანი აქცენტისთვის, იმიტომ რომ ეს არის დღეს პრობლემა. ეხა როცა ვსაუბრობ ბუნდოვანებაზე, ბუნდოვანებაში მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მარტო პოლიტიკურ турбуленციებს, ხო? ზოგადად სოფლიოში, რეგიონში და იმთავითვე საქართველოში. ასაც გულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ სოფლიო პოლიტიკა ბატონო სანდრო. რა თუნდა? აქ ჩვენი სისტემური საკითხებია. აი მაგისკენ მივდივართ ზუსტად ბატონო აკაკი, მაგაზე მაქვს საუბარი ეხლა და შორს პოლიტიკა ჩვენგან, ხო? ეხლა მოდით დავიწყოთ უკვე ჩვენ შიგნით არსებულ, ასე ვთქვათ, სტრუქტურულ ნაკლოვანებებზე საუბარი. და კიდევ ერთხელ ვიზახი, ამას მე ვაჟღერებ, თუმცა ეს გულისხმობს ჩემ პოზიციაც არის, თუმცა მე ვერიდები ხოლმე გადაცემაში მაინც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ბიზნესის განმოსახედიდან ვიმშევოთ.
სასამართლო რეფორმა არის თუ არა დღეს მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის არის. იმიტომ რომ ინვესტორებს ვერ ველაპარაკებით წელგამართულად, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა, ბიზნეს დაავების კომპონენტი არის პრობლემატური დღეს, არ გვაქვს არბიტრაჟის განვითარებული ეკოსისტემა და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად პრობლემაა. მეორე, კაპიტალის დაზღვევის მექანიზმები გვაქვს თუ არა ქვეყანაში, სამწუხაროდ არა გვაქვს ქვეყანაში, იმიტომ რომ აი ზუსტად აქ მივდივართ გლობალურად არსებულ ტურბულენციებისკენ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში კლასიკურ ინვესტორს, იმ ინვესტორს, ვისაც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და ველაპარაკებით, ჭირდება კაპიტალის დაზღვევის პრეფერენციები. ჩვენ სამწუხაროდ ეს მოდელი არ გაგვაჩნია. გვაქვს თუ არა ალტერნატიული ფინანსური რესურსები? არა, სამწუხაროდ არ გაგვაჩნია, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სინათლეა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი საბანკო სექტორი, კი ბატონო, რომელიც არის ამ შემთხვევაში ნებისმიერი ინვესტორის და ბიზნესის პარტნიორი, მაგრამ მეორე მხრივ არ გვაქვს ალტერნატიული დივერსიფიცირებული ფინანსური მოზაიკა, რომელიც ასევე დიდი პრობლემა არის ბიზნესისთვის. მე ჩამოვთვალე სამი საკითხი, არც ერთი აქ პოლიტიკური კომპონენტი არ ფიგურირებს. სამი საკითხი, რომელიც დღეს არის პრობლემა და რომელზეც ბიზნესი დღეს საუბრობს ძალიან ისეთი გულის სყრომით. აქედან ნომერ პირველი არის ისევ და ისევ სასამართლო რეფორმა, რომელიც სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გადავქოქეთ როგორც პრობიზნესური კომპონენტი, იმიტომ რომ ვიცით, რომ მოსამართლეების რაოდენობა არის მცირე, ისეთი მოსამართლეების რაოდენობა, რომლებიც კი ერკვევიან ფინანსურ და ბიზნეს და ეკონომიკურ პრეფერენციებში, კიდევ უფრო მცირე. საქმეების რაოდენობა არის უზარმაზარი. ამიტომაც არის გაჭიანურებული ბიზნეს დავები, ამიტომაც იწელება ეს ამდენი ხანი და ამიტომაც უჯდებათ ბიზნესს ეს ყველაფერი ნერვების, დროის და ენერგიის ფასი. რა თქმა უნდა, ბატონ სანდრო, აი უყურეთ როგორი სიტუაცია. სასამართლოს მიმართ ბევრი გაცხადებები იყო, გახსოვთ ხომ? და სამწუხაროდ თემატურად არის მინავებული, ასე ვთქვათ, არაფერი არ კეთდება გარდა იმისა, რომ ვთქვით, იქ რაღაც ვითომ ბიზნესისთვის რაღაც მოსამართლეების შეირჩნენ დავების განხილვას, მაგრამ რეალური სიტუაცია მხოლოდ თანხას დაუკავშირდა და არა ბიზნეს განხილვას, 500,000-ის ოდენობაზე იყო საუბარი და ამ შემდეგ შესაბამისად მხოლოდ ეს ნაწილია, დანარჩენი არის მინავებული. ამ სიტუაციაში აქედან მეორეს მხრივ აქტიურობენ კომერციული ბანკები, რომლებმაც პრაქტიკულად მე არ მოვერიდები და ოკუპირებული აქვთ საქართველოს ეკონომიკა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ ქვეყანაში ბანკის გარეშე და ბანკის, ასე ვთქვათ, ზეწოლის თუ არ ზეწოლის თუ მისი პოლიტიკის თუ კომერციული ბანკის ირგვლივ რაც ტრიალებს და ვერაფერს გააკეთებ მათი, ასე ვთქვათ, გარეშე, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ აგვაქვს. დღეს მივედით იქამდე, რომ ბანკების ხელქვეშ არის აბსოლუტურად და ესეც სხვათა შორის წინა ხელისუფლებიდან მოდის, რაც ისევ უმოქმედობა არის დღევანდელი ხელისუფლების, აი პოლიტიკას რო არ შევეხოთ, ეკონომიკაში რო დავრჩეთ, ხო? და დღეს ბანკების აი ამ ამორფულ სიტუაციაში მივედით იქამდე, რომ ყველა მშენებლობა სამწუხაროდ, ხო? აი ხა უმრავლესობა არის ბანკების კონტროლის ქვეშ, მოდით ასე ვთქვათ, ფინანსური იქნება ეს სხვადასხვა ბანკის მაღალი ჩინოვნიკის, იმიტომ რომ ჩავიხედავთ ამ საბანკო სისტემის სტრუქტურებშიც იქაც, ასე ვთქვათ, რაღაც სარგებლობები სხვადასხვა ჩინოვნიკების და პლუს ბანკის პოლიტიკა და დღეს უკვე მომდევნო ახალ დეველოპერებს თუ კი აქვთ სურვილი, რომ ფული შეიძინონ იმისთვის ბანკიდან, რომ თავიანთი ბიზნესი განავითარონ, ეს მდგომარეობაც ერთგვარად შეზღუდულია, რატო? იმიტომ რომ ბანკებს თავიანთი მშენებლობები აქვთ და ვიცით ახლა მშენებლობის ბიზნესი საქართველოში როგორია და ისინი ადგენენ იმ პოლიტიკას, ამ მიმართულებებით კრედიტები და დაფინანსებები, ასე ვთქვათ, უფრო დაფინანსებებზეა საუბარი, მოხდეს, განხორციელდეს თუ არა, იმიტომ რომ ბანკებს თავიანთი ინტერესის ქვეშ არსებული დეველოპერული კომპანიებისთვის, ან მათთვის, ვისაც ცეცხლი აქვს მიცემული, ხო უნდა გაეყიდოთ ეს ბინები და ამიტომ ისინი ურეგულირებენ უკვე იმ ჩარჩოებს სხვა დეველოპერებს დაფინანსებას მიიღებენ თუ არა. აი ამ პირობებში ვარ და რო შევიდეთ სასამართლოში და სასამართლოს მოვახსენოთ, რომ აი ეს პოლიტიკა არის გადასახედი და ეს არასწორი, ან ეროვნულ ბანკში შევიტანოთ და თუ რამე არ სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს, მერწმუნეთ, რომ 10 და 15 წელი თქვენ თუ ამ ტიპის დავის მოგვარებას დაელოდებით, ნებისმიერ ბიზნესი გაკოტრდება და ვერ აუწყობს ხელს და ფეხს იმას, რომ განვითარდეს და რაღაც დეველოპინგი განახორციელოს. ხო, დღეს აქვე მოდი ცოტა დადებით ნოტაზეც დავასრულოთ ჩვენი ეს ბლოკი, ლარის იუბილეა.
და მოკლედ აღინიშნება ეს დღე უოცავ სრულიად საქართველოს და ცხადია ჩვენ ამ თემას ძალიან აქტიურად დავწევთ, გავაშუქებთ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა ბატონო აკაკი. საინტერესო საუბრისთვის, წერტილოვანი, მნიშვნელოვანი აქცენტებისთვის, რომელიც დასვით. ხო, ნუ მე ამ შემთხვევაში აი პირველ ნაწილში სამართლიანობის აღდგენის ნაწილში მე მაქვს ჩემი ხედვები და ასე შემდეგ, თუმცა მაინც თავს შევიკავებ ახლა გადაცემაში ამ ყველაფრის დასახელებისგან, თუმცა პრობლემად რჩება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი იყო ჩვენთან ერთად, სანამდე რეკლამაზე გავალთ, მანამდე სააზროვნოთ ბატონო. სააზროვნოთ, პოზიტივისტი. სანამ რეკლამაზე გავალთ, მანამდე ძალიან საინტერესო სიახლე მინდა შემოგთავაზოთ, სილკნეტი